მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით მოკლედ ძალიან საინტერესოდ ვითარდება სოფლიოში პროცესები აი გველი რო ტყავს იცვლის ისე იცვლება პოზიციები სოფლიოს ლიდერების პიროვნებების და საერთოდ სახეცვლილება ხდება ბევრი ადამიანის ბევრი პიროვნების და მათ შორის სოფლიო ლიდერების და ის რასაც ებრძოდნენ ეხლა ჩათვალეთ რომ იმას დაუჭერენ მხარს ანუ საუბარი მაქვს იმ სოდომის წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღებაზე რომელიც დაიწყო უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად მოგეხსენება ტრამპმა ოფიციალურად უკვე მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს სოდომისტები აღარ იმსახურებენ ამერიკულ ჯარში რომ განათლების სისტემიდან ამოღებული იქნება ყველაფერი ის რითაც იხწნებოდა ამერიკელი ბავშვები ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომ მამაკაც და დედა ქალბატონს ერქმევა დედა და მამა და ზოგიერთი ავანტყოფი ჟურნალისტი რო ყვიროდა დედა მამა და რაღაცა სულელი ბავშვივით იმაშვებოდა მაინც ეხა დაცინოს ეხლა ხელისუფლებას იმის შესახებ რომ აი ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უკვე ამერიკელებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამავდროულად როდა ამერიკა განსაზღვრავს სოფლიო პოლიტიკას ჩვენ ხვდებით რომ შეიცვლება ასევე დამოკიდებულებაც სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე შეიცვლება დაფინანსების პოლიტიკაც და უკვე ალბათ ეს ბაბუცა პატარაიები და ეს მოღალატე NGO-ებიც, რომლებიც საქართველოს ხის წოვენ უკვე 10 წლეულებია, ვეღარ მიიღებენ დაფინანსებას და ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება უკვე მათთვის. ლოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ტრამპის განკარგულებით დაფინანსება შეუწყდებათ. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ეფექტიანობისა და თანმიმდევრულობის შეფასებამდე ორგანიზაციებისთვის საგარეო დახმარება შეჩერდა. ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქართული ოცნება ელოდება, რომ საქართველოში საბოლოოდ შეჩერდება ისეთი ორგანიზაციების ამერიკული ფულით დაფინანსება, რომელთა მიზანიც ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებაა. ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დროებითი იქნება. მგონია რომ ეს მხარდაჭერა მათ შორის ფინანსური კუთხით ამერიკის შეერთებული შტატებიდან კვლავ განახლდება დემოკრატიების განმტკიცების მიზნით და საბოლოო ჯამში სწორედ ტრამპის მხარდაჭერა გახდება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საფუძველი. შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგჭირდეს. ისე აგიდგათ გვერდები, როგორც თქვენ რამე აღიდგებათ, როგორც ესე იგი მიცვალებული არ ადგება, ისე არ აღდგება თქვენი დაფინანსება ამ LGBT თემზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტი ნამდვილად აღარ დააფინანსებს აი ამ მარგინალ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ უამრავჯერ ქონია ამ ხალხზე საუბარი, მათ შორის აი საიას წარმომადგენლებს, როდესაც კითხეს მაგალითად ჟურნალისტებს და აი დეფინიციასთან დაკავშირებით, მათ ესეთი პასუხი გასცეს. Voi შეგიძლიათ გითხრათ, რამდენი სქესი არსებობს? Ამ საკითხზე, როგორც გითხარით, კომენტარს არ გავაკეთებ, რომ მე არ ვაფასებ დონალდ ტრამპის ტრამპზე აღარ გეკითხებით, რამდენი სქესი არსებობს? ამაზე რომ მიპასუხოთ, გიპასუხეთ, რომ ამ საკითხზე დღეს ავსაუბრობ. ეს არ არის სისტემები, რომელზეც ჩვენ მუშაობთ და რომელზეც შემიძლია კომენტარების გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ ქვეყნის შიგნით დემოკრატიის. რამდენი სქესი არსებობს? ამაზე ვერ საუბრობთ, არიცით, რამდენი სქესი არსებობს? აი მიზეზი რომ გითხრათ, რატომ არსებობს? დასვამთ კითხავს საერთოდ არ გიყვარს. როგორ ფორმატში უნდა დავსვათ აბა კითხები ამ საკითხზე? არ მაქვს ეს ინფორმაცია, მართლა არ ვიცი. და გამოვითხოვოთ ინფორმაცია თუ როგორ ფორმატში უნდა დავსვათ კითხვა, ეს კითხვა რამდენი სქესი არსებობს? მეილზე უნდა გამოვაგზავნოთ თუ რა ფორმატია? სქესი და არსებობს გენდერი და რომელს გულისხმობ? სქესს გეკითხებით, რამდენი არის? სქესი არის ქალი და კაცი, მაგრამ არსებობს გენდერი და გენდერული იდენტიტეტი. აი ესეთ სამარცხვინო მდგომარეობაშია ეს გაყიდული ორგანიზაციები, საია და მსგავსი ტიპის ეს ორგანიზაციები, რომლებიც უხვად არიან საქართველოში და მალე აი ხელებგაწვრილი იქნებიან საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ მალე რიტორიკა შეეცვლებათ მეგობრებო. თავიანთი გადარჩენის მიზნით უკვე აი ხა შემდგომ რომ მივა ჟურნალისტი აი საიას წარმომადგენელთან უკვე სხვაგვარად ისაუბრებს და სხვაგვარ პოზიციას დააფიქსირებს ვიდრე ეხლა.
აი ეს და ამაში დარწმუნებული ვარ მე, იმიტომ რომ ეს ხალხი არის გარეწარი ადამიანები, რომლებსაც არანაირი არავითარი გარკვეულწილად ღირსება არ გააჩნია და მე ერთი რამე მიკვირს, აი როდესაც ჩვენ აი ამ სექსუალურ უმცირესობებზე გვაქვს საუბარი, ეხლა მინდა ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხო. გუშინდელი დღიდან მთელი საქართველო ლაპარაკობს ტელეკომპანია იმედის დირექტორის, აი ამ რუხაძის ინტერვიუზე რადიო თავისუფლებასთან. რადიო თავისუფლება არის განთქმული ამ სოდომიის მხარდაჭერით. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ამერიკისგან ფინანსდება და ეს არის დასავლური ორგანიზაცია და ბატონი რუხაძე მიბრძანდა იქ კაცი, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ ტელეკომპანიას სეზონის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მარეგულირებელ კომისიაში, რომ ესე იგი ჩვენ გამოვიყენეთ სიუჟეტი ტელეკომპანია იმედიდან პრემიერის კონფერენციას ეხებოდა ეს და იქ სათაური იყო, რომ საქართველოს დასავლური მარწუხებისგან თავისუფლდება. და დღეს თვითონ მაგას საუბრობენ, რომ თავისუფლდებითო, მაგრამ მაშინ სხვანაირი რიტორიკა იყო და ჩვენ გვიჩივლეს ხალხო. ჩვენ ტელეკომპანია იმედმა საჩივარი შეიტანა მარეგულირებელ კომისიაში. და დღეს ეს ნამდვილად აღარ მიკვირს, იმიტომ რომ ეს კაცი, ეს რუხაძე მივიდა, ესე იგი, ტელეკომპანია იმედში და აი, რა ვიცი, მე, ესე იგი, პატარა ბავშვი თავს იმართლებდა და აი, შეურაცხყოფელი იყო მისთვისაც ალბათ ეს, მაგრამ რა ვიცი, ხა მას თუ ღირსება აქვს, შეიძლება აქვს თუ არა, არ ვიცი. აი, ამ სოდომიაზე და აი ამ LGBT განყილებაზე რო არის საუბარი, ნახეთ ეთი რა კითხვებს უსვამ ჟურნალისტი მას. საუბარია თქვენ შვილზე, რომელიც ღია ლესბოსელი ქალია და ცხოვრობს ქალთან ერთად. ჩემ შვილზე ავლაპარაკობ რა როგორა მე მყავს სამი შვილი, სამი ძალიან მიყვარს გენერალური ხალხი, ეს ანიშნავს მე და ჩემი შვილები ერთნაირად ვფიქრობთ ყველაფერზე და ხშირად მე რაღაცაზე ვკამათობთ. თუ გინდათ LGBT თემაზე ვილაპარაკოთ, მე ეგ თემა ნაკლებად მაწუხებს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ნაცისებს აწუხებს და ამიტომ იმედის ამ თემას უყურებ. ეს არის მამების და შვილების პირად ამბავს შევეხო და არ კითხავდით თქვენს ქალიშვილზე გეტყვით იმ შემთხვევაში, რომ ის არ იყოს ღია ლესბოსელი ქალი. თქვენ ამაყენშობელი ხართ, თქვენი შვილი ამაყობს თქვენ. ჩემ შვილზე იმდენი წყვილმათალი იწერება, რომ მე 10 ამას გეტყვით, 10 იმას გეტყვით. ახლა ჩემი შვილი აიყვანა სულმე და რაღაცა, ხო, კიდე ერთხელ ჩემ შვილის ჩემ ოჯახზე არ ვილაპარაკებ. ეს არის სხვა თემა, აბსოლუტურად საქართველოს უნდა ეს არის მამების და შვილების ბრძოლის თემა. აი რატო უნდა მიხვიდეთ აი ამ ბოდიში და რადიო თავისუფლებაში? და რატო უნდა არჩიო შენი ოჯახის საქმეები და აი რატო უნდა იყო თავდაცვით რეჟიმში? ჩემთვის ეს არის გაუგებარი, იცით? ეხლა მე ამ კაცის ძალიან კარგად მესმის და მეწოდება კიდევაც ეს ადამიანი, იმიტომ რომ მშობლებს არ შეიძლება შვილების გამო პასუხი მოვთხოვოთ, იმიტომ რომ იცით რა არის, თუ ბუნებამაც არ უშველაო, ნათქვამია და ბუნებამ თუ არ უშველა, სწავლა განათლება რაც არ უნდა მისცე, ადამიანს არაფერი არ გამოვა და რატო მიდიხარ შვილო ამ ტელეკომპანია იმედში და აღსარებას რატო აბარებ? მაინტერესებს ესე იგი რადიო თავისუფლებას. რატო აბარებ აღსარებას იქ? ტელეკომპანია არა გაქვს, ამხელა ტელეკომპანია გაქვს. თუ რამის თქმა გინდა, თქვი, სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარ? სოდომიის პროპაგანდისთან და მახსენდება ცნობილი ქართული ფილმიდან პასაჟი მონანიებიდან და აი ეს შეესადაგება ნამდვილად რუხაძეს. რა იყო შვილიჩე? ახსარებაზე მოვედი თქვენთან მოძღვარი. სოდველი ვარ, გაურებული. ადამიანი მას შემდეგ არის გაურებული, აგრძელებული ნაყოფი, რომ იგემა და ბოროტისა და გეტილის ცოდნა შეეძინა. გაურება თავისთავად არა, დიდი ცოდვა. არამე სხვა გაურებაზე მოიხსენებთ. შეგნება მაქვს გაურებული, შეგნება. ათეიზმს ვქადაგებ, ამავე დროს ჯვარსაც ვატარებ. იქნება ამიტომ აირია ჩემი ცხოვრება. სწორედ კლუბში ათეიზმის ქადაგების შემდეგაა მიარჩენილი ეკლესიაში სიარული და ცოდვების მონანიები. არა, თქვენ ვერ გამიგეთ.
მე ის მაწუხებს მოძღვარო, რომ მორალური პრინციპები თანდათან გამიქრა. ჩემთვის აღარ არსებობს განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის. რწმენა დავკარგე, რწმენა. ზადვარ ყველას ყველაფერი მიუტევო და ყოველგვარი სიბილწე გავამართლო. ზადვარ ადამიანს მიუტევო დასმენა, ვერაგობა, სიცრუე, აშკარად ყველი და სხვა ამგვარი სუმდაბლური მოქმედება. მას ქრისტე ყოფილ ხარ შვილეთემო და რა გაქვს დამდურავი. ხომ არცრო. არა. სრულ სიმართლეს მოგახსენებთ. ეგრე გონია? ვისატუებ შეგლახაჭე. მე ხომ ვიცი, ვინმე რომ გადაგეგობოს, ისე გადათელავდა გადაგეგა, უკან არ მოიხედა. და თუ ვინმე მსილა გაგაცნა, მეორე ლოყაც კი არ მიუჩვია. ვისაც გლიჯა ყბას ჩამოუღე. შენაირები, სადა, გაორების უნარი, ორივე პეტრზე არ კიდია სიკეთეს და ბოროტებაც. გაორება კი არ გაწუხებს. შენ ახლა შიშმა შეგჯამა, შიშმა. რა შიშმა? საკუთარი თავის შიშმა. მთელი ცხოვრება სახელმწიფონელი, თითით საჩვენებელი ოჯახით ამაყოფი და უცებ ერთი ხელის მოსმით ყველაფერს კარგად. არა, კი, მამა საფლავიდან მოგიგდეს. ძალაუფლება ხელიდან გეცლება ერთადერთი შვილი აგიჯანდა. ყველაფერი ის რისგანაც შედგებოდა საამაყო სახელი აბელ არავითარ ხელიდან გისხლდება და რჩევი მარტო და უსუსური და უმწეო. არა, კი! შიშმა შეგზარა! მარტოობის თითმა! ვინაიდან ურწმუნო კაცი მარტობაში მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილზე ფიქრობს. მაშინია რაღაც სიცარიელია ირგვლივ. მთელი ცხოვრება გაურბევარ ამ სიცარიელეს. სულთოლთმა გწობცურო ოჯახით საქმეც მხოლოდ თავის მოტყუებაა, რომ მარტო გარდარჩა. რომ არ იფიქრო. რაზე? რაღაც ყველაზე მთავარზე. ვინახარ შენ? ვისთვის ცხოვრობ? რა აზრი აქვს შენს არსებობას? ვინახარ შენ? ვისთვის ცხოვრობდი? Mostly are sight me vekharevit. Razgaz voyse, naqsi surelebs vidanebem. Ekhovitsi, ყველაფერი ისევ კალაპოტი ჩადგება და ძველებურად გააგრძელებს ცხოვრებას. წოდვებს ინანიებელ, აჩარი ხარ სხვა არაფერი. ძველი დრო იყოს მე კი ვიცი, რასაც გიზამდი. ოჯახში გიკრავდი თავს პირდაპირ რეიცი. ვინახარ შენ? შენ ვინახარ? ვერ ვიცანი ბიჭო. ახსენებისთვის ეშვაქსი ახლე? აი ზუსტად მიესადაგება ეს პასაჟი ამ პიროვნებას. ეხლა სანქცირებებზე დაიწყო საუბარი დასავლეთმა და შიშმა მიიყვანა რუხაძე აი ამ ამერიკულ კომპანიაში, რადიო თავისუფლებაში, რომ ეხლა უნდა წარმოაჩინოს თავი როგორი კარგი მამაა, რომ აი ლესბოსელი შვილი რო ყავს, იმასთანაც კი რაღაც კარგი ურთიერთობა აქვს და საერთოდ მისთვის ეს ადამიანები არ არის რაღაცა განყენებული, გესმით?
და ისიც კითხვა ეს თავის აი ამ გამოსვლაში ეხლა მთლიან ინტერვიუს მე ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ ნაწყვეტი, რაც ამ ვაჟბატონმა განცხადება გააკეთა, მინდა რომ აი ამის შესახებ წაგიკითხოთ ამონარიდი მისი ესე იგი ინტერვიუდან მეგობრებო, რომელზეც მან ისაუბრა აი ამ თავის გამოსვლაში და აი ამ შემზარა მე აი ამ განცხადებამ ეს არაფერი იმასთან შედარებით მან რა სიტყვებიც იხმარა აი ამ თავის გამოსვლაში რადიო თავისუფლებასთან, ესე იგი ეს კაცი იძახის. ის კვირა, როცა იმედთან შეხება არა მაქვს, ჩემთვის უფრო კაი კვირა, ვიდრე როცა მაქვს შეხება. იმიტომ რომ როგორც წესი, როცა იმედთან შეხება მაქვს, ეს არ არის რაღაც პოზიტიური, უფრო ნეგატიური თემა. რაღაც ხდება, რაღაც არის. მაგიტომაც მოიშორა ინა გუდავაძემ და ბადრის ოჯახმა. ჯერ ფული გიჯდება და მერე პოზიტივი კი არ მოაქვს. სულ დაძაბულობა, სულ რაღაცაში ხარ გარეული. ამიტომ მითხრეს რომ ირაკლი, შენ თუ გინდა წესიერად დავიშალოთ, წაიღე ეს ტელევიზია. ამის მერე ეს მაქვს, მე თუ ვიპოვე ვინმე რომ დავშორდე და გავატარო, შეიძლება გავატარო, მაგრამ ჯერ ასეთი არ მყავს. მეგობრებო, ეხლა გესმით თქვენ რა ხდება. ეს კაცი აი როგორც ვირთხები, როდესაც გემი ჩასაძირად ემზადება და გადახტობისთვის ემზადებიან, მაგრამ მას გონია რომ ეს გემი იძირება, სინამდვილეში ეს გემი არ იძირება. ემზადება გადასახტომად. ესე იგი, ჯერ რატო უნდა ილაპარაკო ისეთი კონფიდენციალური თემა, რომელიც ეხება ტელეკომპანია იმედს, რომ მაგალითად, ესე იგი, აი ბადრიმ რა მითხრა წაიღე, რატო ამზეურობ ასეთ დეტალებს? რატო შეურაცხყოფ შენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და მის სულს? შენ ვინ მოგცა უფლება, რომ ბადრი პატარკაციშვილის, აი ამ სულმნათი, ამ დიდი ადამიანის სულს მიაყენო შეურაცხყოფა? ტელეკომპანია იმედი იყო ის იმედი, რომელიც ასხივებდა საქართველოში, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი იყო. აი დღესაც ეხლა გადის მაგალითად ტელეკომპანია იმედზე, აი სერიალი ქართული ცხელი ძაღლი. გარდა იმისა, რომ ეს საინფორმაციო დატვირთვა ქონდა, რამე თუ სერიალები გადაღებული არის ისეთი, რომელიც აი ნამდვილად ადამიანები რაღაცა პოზიტიურად არის განწყობილი ფილმები, ეს ბადრი პატარკაციშვილის დროს შეიქმნა. იმედი მარტო პროპაგანდისტული მანქანა არ ყოფილა. იმედი იყო უამრავი კარგი რაღაცის შემქმნელი ფილმების, ეს იყო მუსიკა, რამდენი კლიპი შეიქმნა, რამდენი ადამიანი გადაარჩინა ბადრიმ, როდესაც აი მსახიობ მომღერლები მშიერიკდებოდნენ და საბოლოოდ არც ერთი მაგას გვერდში არ დაუდგა, როდესაც გაუჭირდა, მხოლოდ დასაფლავებაზე მივიდნენ, ნამდვილად რაღაც ნამუსმა შეაწვა. რატო ყვები ამ დეტალებს? ეს იმედი გადასაგდებია და შესატენე, ეს იგი შემომტენესო რა, იმედიო რა. და ეხლა რა უნდა უთხრა შენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც დღეს-ღამეს ასწორებენ, მიდიან აქციებზე იქ და ესე იგი ფაქტობრივად წირავენ სიცოცხლეს, იმიტომ რომ აი ამ ნაცჯალათების დიდი დარტყმის ქვეშ არის და კაცი გამოდიხარ და ლაპარაკობ აი ამას და ამის მერე როგორ უნდა ელაპარაკო შენ ჟურნალისტი? იმედს არ უყურებ, რაღაცა თუ არ არის განსაკუთრებული თუ არ ხდება, მაგრამ იმედი ნიუს უყურებ. იმედს არ ესე იგი კაცი ტელეკომპანიას ფლობენი გამოდის და იძახის მეო იმედს არ უყურებო. აბა რას უყურებ? მაინტერესებს შენი არის ეს კომპანია და თუ არ უყურებ, რატო ლაპარაკობ ამასთან მტრის კუზე, რატო ასხამ წყალს? არა, თუ არ უყურებ შედალოცვილო, მაშინ ვერ გავიგე ეს დაიტოვე რაღაცა. რატო უნდა გამოფინო შენი რაღაცა ბინძური საცვლები, რაც გაგაჩნია, რატო უნდა გამოფინო, მაინტერესებს. აი რატო უნდა გამოფინო? რა არის ეს? ეს არ არის ღალატი მეგობრებო და ეს კაცი ჩვენ გვიჩიოდა პატარა ტელეკომპანიას რომელიც სიმართლის სადარაჯოსია მარეგულირებელ კომისიაში შეიტანა საჩივარი ჩვენ დასჯას ითხოვდა ჩვენ არც მილიონები მიგვიღე არც დაფინანსებები და ვართ სიმართლის მხარეს ბევრისთვის ეს სიმართლის თქმა და სიმართლის სადარაჯოზე ზოგიერთი ტვინგაყინულისთვის არის რომ რაღაცა ვიღაცას ჩვენ რაღაცა მაამებლად მოქმედებთ მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ როცა საჭიროა ხელისუფლებას ურტყამთ მაგრამ როცა მთელი რამის ევროპა ამერიკის შეერთებული შტატებმა საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის ამ დროს მორალური უფლება არ აქვს რომ ეხლა ჩვენს კიდე დავარტყათ ხელისუფლებას და ჩავწიხლოთ ხელისუფლებას და ეს კაცი თავისი ტყავის გადარჩენის მიზნით
თავისი ტყავის გადარჩენის მიზნით. ვაიმე მეც არ დამასანქციონო, გამოდის და ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ აი იმედში მაგალითად ესე იგი ის არ უყურებს და სიამოვნება არ აქვს და რომ მხოლოდ რაღაცა ისა დაძაბულობა მოაქვს იმედს. იმედ შეთვის დაძაბულობა მოაქვს სამარცხვინო ტელევიზიათ აქციე. ბადრის დროს ქართული ფილმები გადიოდა და შენ თურქული სერიალებით გავსე ტელეკომპანია იმედი. დღეს რო ჩართავ ტელეკომპანია იმედს, ესე იგი დაზეპირებული გვაქვს ჩვენ იმ ფილმების უკვე თითეული ტექსტი, იმიტომ რომ არაფერი არ შეუქმნია იმედს. არაფერი, აი ბადრის მერე ფაქტობრივად იმედში არაფერი არ შექმნილა. და არ შეგეძლო ის რაღაცა სულელურ სერიალებს რო ყიდულობ თურქეთიდან ამდღარიყავი ფილმი გაგეკეთებინა ეს მსახიობები ქუჩაში რო დარბიან ტიტულები და იყვირიან მიშა-მიშაო დასაქმდებოდნენ და მაგდის დრო არ ეკდებოდათ მიშა-მიშა ეყვირათ. კაცი გამოდის პირველი პროპაგანდისტი ტელევიზია ვინც არის იმედი, იმიტომ რომ ფაქტობრივად დღეს სამთავრობო ტელევიზია კი ეს კერძო ტელევიზია, მაგრამ ეხა პირველი არხი გიდაქონია აჭარა. ერთადერთი მთავარი ძირითადი პროპაგანდისტი არის ტელეკომპანია იმედი და გამოდის ფლობელი და მე არ უყურებ ამ ტელევიზიასო კაცო, რაღაცა სადღაც თუ შევა და მხოლოდ რაღაცა ნეგატივი მოდისო და რაღაც დაძაბულობა მოდისო რა. ეს მეგობრებო არის აი იმ კოლექტივის შეურაცხყოფა, ვინც გადის გადაღებაზე იმ დაძაბულ რიტმში და ხვალ შეიძლება თავში ქვა მოხდეს ადმიღაცამ რაღაცა ჩაარტყას. ეს არის იმ კოლექტივის შეურაცხყოფა პირველ რიგში. მე ხლა აი აქიდან ჩემი ტელეკომპანიიდან მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ტელეკომპანია იმედის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც სიმართლის სადარაჯოზე არიან. და ბოლო-ბოლო თუ არ გინდა ეს ტელეკომპანია შედალოცულო ადექი და მართლა გაყიდე რა. მილიხა შენ გინდა ეხლა გაკეთდე და მილიარდებს ითხოვდა. ეხლა თუ ასე გზარავს, ტანჯვას გაყენებს. და მე რატო იძახი ამ ყველაფერს? ვისთან მტერთან იძახი ამ ყველაფერს? რა გინდა შენი შვილის ესე იგი პრობლემა რაღაცა თუა რატო უნდა მოყვე ტელეკომპანია იმ რადიო თავისუფლებაზე რომ შენი შვილი ლესბოსელია რატო უნდა მოყვე რომ იმედი ტანჯვას გაყენებს რატო უნდა მოყვე ეს ყველაფერი ეს კაცი არასდროს არ მიმაჩნდა ჭკვიანად მაგრამ ეხლა ხო დარწმუნდით ვინც ყოფილა ამიტომაც არის იმედი დახურული ყველა იმ ადამიანისთვის მეგობრებო ვინც სიმართლის სადარაჯოზეა მე არც გამიკვირდება ეს კაცი საერთოდ ფარულალიაში იყოს დაცემთან და ხვალ გამოვიდეს და თქვას, რომ იცით რა არის? მე ძალას მატანდნენ და იმიტომ იყო ესეთი გადაცემები, თორე გულის სიღრმეში ვიშას სურათი მიდევსო, აგერო იმაშიო კოსტუმშიო. ესეც კითხვას არ გამიკვირდება. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ტელეკომპანია, რომელიც არის რეიტინგით ნომერი პირველი საქართველოში, მას არ უყურებდა თურმე დაძაბულობა მოაქვს ამ ყველაფერს. ეს არის ბადრი პატარკაციშვილი, მიწაში ტრიალებს ახლა. ამისთვის არ შეუქმნია ბადრი პატარკაციშვილს იმედი რომ ვიღაცას მე იმედის შერცხვენოდა და მე მინდა რომ ის იმედი ვიხილო რომელიც იყო ადრე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში როდესაც მე სააკაშვილის წინააღმდეგ ვიბრძოდი იმედი ჩვენ გვაშუქებდა და მოდიოდა მისი გადამღები ჯგუფი და მე რომ მოკვდა ბადრი პატარკაციშვილი კარგად ვიცით რომ ხელში ჩაიგდო სააკაშვილმა ეს ტელეკომპანია შეიძლება ხალხო თავარი ესე იგი ვინც არის პროპაგანდისტი გამოდიოდეს იმის ხელმძღვანელი და ლაპარაკობდეს რაღაც სისულელეებს რომ თურმე ტანჯვას აყენებს ეს იმედი ბევრი ადამიანის ლუსტრაციას ხედავ ჩვენ და კიდევ ბევრი ადამიანის ლუსტრაციას ვიხილავთ რა იმიტომ რომ შიში ოხერია როდესაც შენი ფული შეიძლება ჩალათ იქცეს და შეიძლება დაგასაქციროთ შეიძლება 1000 უნამუსობაზე მოაწერო ხელი. აი ეს არის ყველაზე ცუდი. მე ჩვენ სხვა თემებზე გავაგზავნებთ საუბარს, რა თქმა უნდა და დღეს ჩვენ სტუმარი გვყავს, რომელსაც ასევე აქვს სალაპარაკო ამ თემაზე, ბატონი სოსო შატყვერაშვილი, მემარცხენე ალიანსის ლიდერი, მოგესალმებით ბატონო სოსო და აი თქვენ ძალიან ისეთი გულდაწყვეტილი ხართ აი ამ გაცხადებით და თქვენი აზრით რომ გაგვიზარდეთ, მოდით ამ თემას შევეხოთ და მე სხვა თემებზე გადავიდეთ. აი რა შეფასებას გავუკეთებთ? მივესალმები ძვირფას ტელემაყურებელს, მოგესალმებით ბატონო ნიკოლოს, წელს არის პირველი გამოსვლა ჩემი თქვენს ტელეარხზე და გილოცავთ ახალ წელს ძვირფასო მეგობრებო, სარგებლობ შემთხვევით. რა გითხრათ, აბა ტელეკომპანია იმედი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი ტელეკომპანია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლები საერთოდ დამივიწყა და საერთოდ აღარ მეძახის და არც ჩართვას მიკეთებს, არც ინტერვიუს მართმევს, არაფერს საერთოდ აღარ თანამშრომლობს ჩემთან
ჩვენ პარტიასთან, მემარცხენე ალიანსთან საერთოდ აღარ თანამშრომლობს. მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ტელეკომპანია იმედი, რადგანაც დღიდან მისი დარბევისა, დღიდან მისი დაწიოკებისა, მის გვერდით ვიდექი იმ მძიმე წუთებშიც კი, როდესაც წაართვეს იურიდიულად, ვითომ იურიდიულად ბადრი პატარკაციშვილს და სააკაშვილმა მიითვისა ეს ხალხის საყვარელი ტელეკომპანია. შემდეგ, როდესაც უკან დაუბრუნდა პატარკაციშვილის ოჯახს და რუხაძის ხელში გადავიდა, მაშინაც მის და რა მოვისმინე დღეს, წარმოუდგენელი რა მოვისმინე. რომ ტელეკომპანია იმედსო ფლობელი იწევს, არ უყურებო. ნეგატივი მოაქვსო ჩემთანო და ყვირა თუ გაივლის ისე რომ იმედს არ შევხედაო, მეოა დადებით და განვეწყობიო და ნიუსს უყურებო. ნუ რა განცხადებაა ეს მართლა უმძიმესი განცხადებაა, მე ჩემი დილა მაგალითად იმედით იწყება და საღამოც იმედით მთავრდება, იმედი ლაივი რო არის, დიდი სიამოვნებით უყურებ და სხვა გადაცემებსაც, ნოეს გადაცემა იქნება თუ რა იქნება, სხვათა შორის გიორგი გაბუნიამ თავის შოუში მიმიწვია ცოტა ხნის წინ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად იმედს ბოიკოტი აქვს ჩემთვის გამოცხადებული, მიუხედავად ამისა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი და თანაც ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ეს შეიძლება გამოხვიდე და ამხელა ტელეკომპანიის ფლობელი ხარ და შენივე ტელეკომპანიით განაცხადო. შენ მიდიხარ მტრის ბუნაგში, ბუნაგია ის რადიო თავისუფლება და მტრის ბუნაგიდან აცხადებ, რომ იმედი თურმე ყოფილა შენთვის რაღაცა ზედმეტი ბარგი და გინდა მოიცილო და ვერ იცილებ და თუ მაინც და მაინც მყიდველი არ არის, პატივცემულო ფლობელო, გამოუშვი აქციები და აქციებს შევიძენ და ჩვენ ხალხი გავხდებით ტელეკომპანიის ფლობელები. თუ მაინც და მაინც ესე მოგაბეზრა იმედმა თავი. აი ეს მინდოდა მეთქვა იმედთან. ეს კიდევ ნათელი დასტურია იმისა, რომ დიდ ღალატს აქვს ადგილი. ეხაც აი, როდესაც მაგალითად ხშირად მე ვაკრიტიკებდი ხოლმე ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელს, მეგობრებო, ხო დარწმუნდით, ეხა ესენი მე ვიცი ხელისუფლება გვისმენს ჩვენ და ხო დარწმუნდით, რომ მართალი ვიყავ, იმიტომ რომ მაგალითად იუსტიციის სამინისტროში ასეულობით ადამიანმა განცხადება დაწერა ხელისუფლების საწინააღმდეგო და აი ამ ნაცმოძრაობის ხარდასაჭერი. ასევე მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, როდესაც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამერიკაში გაიქცა. სპეციალურად გიწყობენ პროვოკაციებს, მე რომ გამოხვიდე მთავრობა აგირო, გესმით? და ეს იმედიც ეხლა აი როდესაც არ გვეძახი ჩვენ, განგვაწყობს იქითკენ, რომ აი რაღაცა ტელეკომპანია იმედი რომ საჩივარ შეიტანს. სხვა საქმე მოგლევია, წადი შვილო და სხვის მიმართ გაატარე რაღაცა თუგან გასატარებელი, ხო? და ესეთი რამე, ეხლა მე კიდე გაოცებული ვარ აი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ეხლა ინფორმაცია მივიღი აგერ, მეგობრებო, აი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება დაიწყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაბეტების მუხლითო. ეს ის ირაკლი დგებუაძეა, ვისაც ცილა გააწნა აი ამ ამაღლობელმა. ბიჭო, ეს კაცი იმის მაგივრად დააჯილდოვოთ. იმის შეიძლება ეგეთი რამე გავიგე. რა გამოძიება? ეხლა ამ გამოძიებას რო იწყებთ, გასაგებია რომ იმ გამოძიებით შეიძლება არაფერი არ დადგინდეს და არავით არის პასუხი. მაგრამ ესეთი გამოძიებები დაწყებულია არაერთი პოლიციელის მიმართ. ეხლა თქვენ მომისმენთ ის პოლიციელი, რომელსაც საქმის გამოძიებას იწყებს, ხვალდაზე შეიძლება ადგენს და დაყაროს ის რაღაცა თავისი ჩაფხუტი, თავისი ის ხელკეტია თქვას, რომ სამ подбирайка-ро и сам крась. А меня тут есть. და ესე იგი თქვას, რომ თქვენ თვითონ დაიცავით თქვენი თავი. ვერ გავიგე, რების რასაქმების აღძვრა დაიწყეთ, რებს მიედ მოედებით, მაგრამ რა სირცხვილი არ არის ხალხო. აი არ ვერ გავიგე, გაუგდებული ვარ, კაცო რა. შეიძლება გმირი პოლიციელების მიმართ ესეთი მოქმედებები. ნამდვილად გმირები არიან ბატონო ნიკოლოზ, იმიტომ რომ აი რომ უყურებ ხოლმე ხანდახან ამ პოლიციელებს, როგორ ითმენენ, რა მოთმინების უნარი აქვთ, არ ვიცი, რო იტყვიან რა დედამშობა. ასეთი მოთმინებით როგორ არიან აღჭურვილები. მე მიჩნდება სურვილი ისეთნაირად იქცევა ზოგიერთი აღვირახსნილი დედაკაცი, განსაკუთრებით დედაკაცები. რა სიგინებიან, რა სილანძღებიან, რა სიტყვებს უშვებენ პირიდან. პირი კი არა ტუალეტი აქვთ, მაგათ, აი ტუალეტი.
საშინელება და მე ერთი რამე აი წეღან გაუშვი თქვენ სიუჟეტი დინარაძის პატარა კომენტარზე შეწყვიტეთ, მაგრამ დინარაძემ განაცხადა, რომ ჩვენ შეიძლება გამჭვირვალეობის კანონი არც დაგჭირდესო. რა გამჭვირვალეობის კანონია საჭირო, აგერ ხელის გულზე დევს ყველაფერი. როგორ ადამიანს თავს დაესხა დედაკაცი, სახეში გააწნა სილა, ეს რა ქართული ქალის საქციელია? რო გვაქვს ქართლის დედა გაფეტიშებული და ასეც უნდა იყოს, ასეთი ქართლის დედის საქციელია პოლიციელზე სილის გაწვნა და ამ პოლიციელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ანუ რას ნიშნავს ეს გამაგებინეთ. მაშინ შეიძლება ეცით მოხდეს, რაც 2003 წელს შევარდნაძის სპეცნაზმა გააკეთა. გაიწია, შეუშვა ეს ბრბო სააკაშვილი შეიყვანა პირდაპირ ხელი კრეს და შეაგდეს პარლამენტის შენობაში და გადადექი აძახებინეს და მერე შევარდნაძე გაიქცა და დაუთმო ხელისუფლება აი ამ ბანდიტურ ჯგუფს სოროსის მიერ გამოზრდილ გამოჩეკილ ვირთაგვებს, რომლებსაც დაღუპეს ჩვენი ქვეყანა. ეხლა ნელ-ნელა ცოტა უბსკრულიდან ჩვენი ქვეყანა ამოდის. ამდენი წელიწადია, ძალიან ცოტაა, მაგრამ მაინც რაღაცა წლებია, რომ ომი არ არის ქვეყანაში და გაიხედეთ რა ხდება, სამშენებლო ბუმია ქვეყანაში. ის რომ ეხლა თბილისში შენდება, ბათუმში რომ შენდება. ეს არ აი გორში ვარ ეხლა. გორიც აშენებულია მე. გორში ბავშვობაში დავდიოდი ხოლმე, ბიძა მყავდა აქ და ჩემი ნათესაობა იყო აქ და ხშირად ვიყავი ხოლმე გორში. ეხლა ბოლო დროს გორში რო ჩამოვდივარ, გორსაც ვეღარ ვცნობ. შენებლობა. არა, რუსთავშიც იგივეა. ერთი რამე არის რა, უბრალოდ აი მე მახსოვს, მე მინდა რომ ასევე მადლობა უთხრა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს, რომელიც მართლაც აი პოლიცია, სახელმწიფო ინსტიტუციები მოქმედებენ გამართულად, მაგრამ ეს ყველაფერი არის მართლაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ვისაც ჩემი სიტყვები არ მოსწონს ამ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ხო? ბოდიში და ცივი წყალი დალიეთ რა. და რაც გინდა თავშიც გვაიხალეთ რა, თქვენ თუ გონიათ ეხლა ვიღაცა იდიოტი რაღაცას იტყვის, იმას ავყვები, ეხლა ვიღაცები რაღაცა მომაწოდეს ინფორმაციები ტვინგაყინული ადამიანების შესახებ, რომ ვითომ რაღაცას მე მაკრიტიკებენ, სუფეხებზე კიდია ბოდიშდა და ეხლა მე რო თქვა რეკლამა გამოვა ზოგიერთების, გესმით და ეხლა ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო მართლაც, აი ეხლა ამ სიტუაციაში ჩამოიშლებოდა ხელისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ დიდ წნეხს ვერ გაუძლო ამ ქვეყანამ 90-იანებში 2003-ში. მე ძალიან ბევრი პრეტენზიები მაქვს და ბევრი პრეტენზიები გამაჩნია და ამ ხელისუფლების მიმართ წესით მე არ უნდა ვიყო ისეთი როგორიც ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტკივილი მომაყენეს, ძალიან ბევრი დარტყმა მომაყენეს და არ ვიცი მე არც პრივილეგირებული არა ვარ მათი მხრიდან 1000 პროვოკაციები იყო და წესით შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ შენ როგორ ამ ხელისუფლებაზე როგორ იძახი. მე ხელისუფლებას კი არ ვიცავ. მე ქვეყანას ვიცავ. როდესაც შენ ქვეყნის პირველ პირებს, როდესაც ივანიშვილს დაასანქცირა ამერიკამ, როდესაც ჩამოგდებას აპირებენ, ამდღე დაბა ვის დაუჭირო მხარი მაინტერესებს. ზოგიერთი ტვინგაყინული გამოდის და იცით რა არის, ჩვენ დგავართ იქ იმაში იქ პარლამენტთან, იქ ნაცები კი არ არიან, არა სხვები არიან, კი და აი არჩევნები რო ჩატარდება, ნახეთ ეხლა ნაცები კი არ მოვლენ. არა, თქვენ მოხვალთ ეხლა რა. თქვენ მოგიშვებთ ვინმე რა. Кто платит деньги, тот заказывает музыку. არა, მაინტერესებს ეხლა ვინმეს გონია, რომ აი თქვათ ეს ხელისუფლება რო შეიცვლება, ვინმე სხვა ძალას მოუშვებს დასავლეთი ხელისუფლებაში. თქვენ ეს გონიათ მართლა? ვინ მოვა და ნაცები მოვა და მისი სატელიტები. შეიძლება ნაცმოძრაობა არ ერქვას, მაგრამ ერქვას სხვა რაღაცა. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ სახელზე კი არა გართულება.
ვინმე არც ერთ ეროვნულ ძალას ესენი არ მოუშვებენ ხელისუფლებაში და გადაულიან მათ ვინც კიდე რაღაცა სახელმწიფოებრივი პოზიცია. ეხლა სამწუხაროდ გაუფასურდა სიტყვა ეროვნული, პატრიოტული, დაირქმევენ ბიჭო ამ რაღაც სახელებს ბატონოსოსო და პირიქით ამისი საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებენ რა. ბევრი ადამიანი გაიყიდა, ბევრი ადამიანის ლუსტრაცია მოხდა. შეიძლება შეიძლება არ მოგწონს ეს ხელისუფლება და მტრების გვერდით უნდა დავდგე მანდამაით. ესე იგი ავდგე და მეც ესე იგი იმაში პარლამენტის შენობის წინ უნდა დავდგე და ნაც მოძრაობის ხარდამჭერების გვერდით ვიყო? ეს უნდა გავაკეთო თურმე, ხო? და კიდე ეროვნული ფასეულობები იწყება ეროვნული მოძრაობიდან და ზოგიერთმა ახლად გამოჩეკილმა ნაძირალამ მოირგო თავი რაღაცა პატრიოტულ ძალად ვითომ რაღაცა ბოდიში და მათ შემოიტანეს საქართველოში ეროვნული ფასეულობები. სად იყავით სააკაშვილის ხელისუფლება რო იყო გოგლი მოგჭამდის მე არ ვიცი დღეს ვიღაცები თავს იდებენ რაღაცაზე და შემძვრალი იყვნენ სოროში დასრული ადამიანები ერთი სიტყვა არ გამიგია სააკაშვილზე მათ რამე ეთქვათ კაცო გაგიგიათ ეგეთი რამე? ბევრი გოგლი მოგჭამდა ხმას არ იღებდა საერთოდ რა. ბევრი დითი რამბებს უმღეროდა სააკაშვილს. დითი რამბებს კაი თავი დავანებოთ, მაგრამ მათ შეიძლება არა ბატონო სოსო შეიძლება დითი რამბებსაც არ უმღეროდა, მაგრამ სამოქალაქო პოზიციას არ აფიქსირებდა, გესმით? მე ვარ ესეთი, მე ვარ ისეთი, რაში გამოიხატება? მე უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდ პატივს ავცემ და აქედან გამომდინარე არ მინდა რომ გადაუვარო და გადმოუვარო ზოგიერთებს. იმიტომ რომ რაღაცა მქონდა მათთან ურთიერთობა. შეიძლება კაცო შენ თუ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მქონდა რაღაცა პოზიცია. დღეს გამოხვიდე და თქვა ის რომ ესე იგი მიცით რა არისო? ეს პროცესებიო რო წავიდესო და რაღაცა კარგი არისო და იქო გულწრფელი ახალგაზრდებით განანო. გესმით თქვენ? ხო, გულწრფელი ახალგაზრდა ქვას არის. გულწრფელი ახალგაზრდები, მაინტერესებს იქ პარლამენტს რო წავენ, იქ რო ბოდიში და სახელმწიფო ის არის გულწრფელი ახალგაზრდა. მათ გვერდით უნდა დადგეთ თქვენ? და მაინტერესებს რო შეიცვალოს ეს ხელისუფლება, თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში თუ რა? მილიონებს ღებულობდნენ კაცო და აივსდნენ, ესე იგი, მათხოვრებივით იყვნენ, ხალხალი კალოშით მოვიდნენ და ბინები, მანქანები იყიდეს, კაცო და დაფინანსება ხელისუფლების ჰქონდათ და აქციას რო ატარებდნენ, ხელისუფლება უშვებდა მაგათ აქციებზე ხალხს. ყველაფერს ხო საზღვარი აქვს მართლა. და ასაღებდნენ ჩვენი მხარდამჭერები. რატო არ ვიღაცის უფლება თუ შეიზღუდა, ვიღაცა თუ დაჩაგრულია, გამოიყვანეთ ერთი თქვენი მხარდამჭერები, დაგვანახეთ ერთი ვინ ახართ, რა ხართ. რა დაგვანახეთ ერთი აი რო ბაქიბუქობთ რა შეიძლება ხალხო ასეთი რაღაცა რომ ესე იგი ქვეყნის მტრების გვერდზე დადგომა ყოფილა კარგი და თუ ხელისუფლებას რომელსაც ამერიკა დასავლეთი ებრძვის შენ ხელისუფლებას გვერდში დაუდგები ეს ყოფილა ცუდი ზვიად გამსახურდიას ქონდა ძალიან ბევრი შეცდომა საკადრო და დავინახე ჩვენ ეხა კიტოვას რო დანიშნავდა, სიგუას დანიშნავ, ადამიანი ხო შეცდომაა, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო, ქართველი ხალხია, უნდა ამდგარიყო და ზურგი ექცია გამსახურდიასთვის. ეხა მე არ ვადარებ გამსახურდიას ამ ხელისუფლებას და არ ვადარებ იმ ხალხს, მაშინ ვინც იყო ამ ხალხს, იმიტომ რომ შეიცვალა ის, მაგრამ ბიჭო, ესეთი რა არ ვიცი რა, ხალხი ისე გაოგნებული ვარ. ბევრი ადამიანი, რომელთანაც მეგობრობა მაკავშირებდა, ერთად ვიყავი, ისეთ რაღაცას დაწერს, ჭკუიდან გადახვალ, ესე იგი. ნამუსი მაინც აღარა გაქვთ, თქვენ კაი ხალხო? ნამუსი. მე როგორც ვიყავი 3 წელია გორში, ისე ვარ გორის სტუდიიდან მაუწყებლობ. მე არც მილიონები მიმიღია, არც რაიმე პრივილეგიები მიმიღია. აქ მოვდივარ იმისთვის, რომ ესე იგი რაღაცა სიმართლე უთხრა საზოგადოებას. ბევრ ჩემი რეიტინგი აღიზიანებთ, გესმის? ილაპარაკოს სიმართლე და მათაც ეკნებათ რეიტინგი. ბევრმა ისიც ითქვა, რომ აი ეს რეიტინგს ყიდულობს რაღაცაო რა. მე არ ვიცი, აი ყველა იმ ძალისთვის, რომელიც რაღაცა ვითომ ძალით პატრიოტული თუ ძალით ეროვნულია, ხელის გაწვის მეტი არაფერი არ ყოფილა ჩემი მხრიდან. ყოველთვის გვერდში ვედექი ამხო. დღეს გამოდიან და მტრების გვერდით განან, კაცო რა. აი გველმა ტყავი გაიხადაო და გაიძრო და გაძრობილი ტყა. რა გიდათ მიხედეთ საქმეს რა. მერე რა უბედურება ეს როგორ იქცა, ესე იგი პოლიტიკური პარტია ზის, ესე იგი სტუდიაში და მათი საქმიანობის ძირითადი წყარო ის არის, რომ დაჯდებიან დღე-დაღამე ტელევიზორში და იმით არის ეს არის საქმე. ბიჭო, პარტია თუ ხარ, წადი ხალხში გაერე საქმე გააკეთებ. მე პარტია რომ მქონდეს, რა გამაჩერებს იქა სტუდიაში. თქვენ პარტია ხო გქონდათ ლეიბორისტები ხულს იჯეკით სტუდიებში კაცო მარტო სტუდიებში იჯეკით მე მართლა სიმართლე რო გითხრათ აი იგივე ეხა
ვერ დაუკარგავ ეხლა იმ პარტიას ის რომ იქ რა ქვია სწავლის საფასურიო, ბაღებიო, თემებიო, უამრავი საკითხი გადაწყვიტეთ, ხო? მე ჩვენ ვაკეთებდით ამას, მე ვაკეთებდი. პარტია ეს არის, ზოგჯერ ჩვენც ეხლა მეც პირადად რუსულ-ქართულ თემატიკაში, რასაც მე ვაკეთებ, ესეც პარტიული საქმიანობა, მივდივარ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, რაღაცა ინფორმაციებს ვაწვდი, უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება, რომლებიც ქართულ-ოსურ ურთიერთობის დათმობასთვის ხელს უწყობ, მივდივარ უამრავი სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლები მყავს, სტუმრად რომლებიც უკვე თვლიან რომ აქ მედიაც მარტო ისეთი არ არის ანტირუსული განწყობილი და არის სხვა მედიებიც ჩავდივარ იქ ველაპარაკები რუსებს როდესაც კონგრესებზე კონფერენციებზე ეს არის პარტიული საქმიანობა და ზიან წამოჭიმული წამოკოტრიალებული ლაგინებენ ლანძღავენ ხალხს თათხავენ წადიშვილო გეხები გადი რაც გინდა ისქენი თავშიც გვაგიხლია რა გინდა ვინახარ ვის დაკარგვი ხარ რა ერთი ვიღაცას გააკრიტიკებ, მე დაგაბრალებენ, აიო ჩვენო არჩევნებში, იმიტომ წავაკეთო ვიღაცამ გაგვაგდო. თქვენ თუ ასეთი უსუსურები ხართ, რომ ვიღაცის კრიტიკით ვერ ხვდებით პარლამენტში, წადით ბიძიკო და წადით ქუჩაში გაიარეთ რა. ესე გაგიგია ხალხო, ესე იგი ხელისუფლებას თუ გვერდში დაუდექი, როდესაც დასავლეთი და ამერიკა ურტყამს ხელისუფლებას, ეს ყოფილა თურმე ცუდი ტონი და წიხს რო დააჭერდა, ბოდიში და სოდომისტების გვერდში რო დადგები და იმის გვერდ ეს ყოფილა კარგი გესმით თქვენ? ხო, ნუ რეიტინგს მოპოვება უნდა ბატონო ნიკოლოზ და თქვენ რო ამბობთ ეხლა რომ რეიტინგიო შურთო, ზოგსო, ჩემი ტელევიზიისო, ჩემი ტელეკომპანიისო. სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ რეიტინგი კრიტიკით მოიპოვება, სიმართლის თქმით მოიპოვება რეიტინგი. მაგალითად ათასობით ადამიანი გვიყურებს. Facebook-ში დაბლოკილი ვართ, აი ჯორჯერ ფიქრობდი რომ Facebook-ით გაშვებას აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ მუდმივად, ესე იგი, აი ჩვენი ის ეხლა რო აკრიფოთ თქვენ ტელეკომპანიას სეზონი უკვე დავიწყეთ ჩვენ მაუწყებლო და ვერ ნახავთ ჩვენ ტელეკომპანიას. ძალიანაც რო გინდოდეთ ვერ ნახავთ. მაგრამ მაინც გავუშვით, იმიტომ რომ ზოგიერთს მაინც შეიძლება გამოწერილი კონდეს და რაღაცა და ყველა პლატფორმაზე ვარ წარმოდგენილი, კონტაქტეზეც, ტელეგრამზეც, YouTube-ზეც ვარ. აი მაგალითად რუსეთში YouTube-ზე უჭირთ და Facebook-ზე, იმიტომ რომ გავრცელება ჩახშობილია და გავუშვით იქ YouTube-ი არის, YouTube-ის მაგრივად. და ესე იგი არ ვიცი ყოველდღიურად ეხა YouTube-ზე 2-3000 კაცი და ტელევიზორში რამდენი გვიყურებს და იქაც რუსეთში აი ხალხი მოდიოდა და აი სხვადასხვა პლატფორმებით არის რაღაცა აპლიკაციებით უყურებენ და აქ საქართველოს ეს ხოლმე საუბარი ზედმეტი არის. ჩვენ შრომობთ და ვიღაცას რა გონია ბატონოს ვიცი რომ ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებ მე ის ხალხი შენთან წამოვა. პირიქით აი რაც უფრო მეც გაგვლანძღავთ რაც უფრო მეტ შირქს მოგცემთ, რაც უფრო მეტ ტალახს ისვრით, მით უფრო მეტი ადამიანი გადმოდის და თან მე რას მებჭვით, მე ერთი კაცი ვარ, აქა კაცო, წადით შვილო გაიარეთ, თავშიც გვაიხალეთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ რა. გესმით, მე ვიყო ვითომ აქ რაღაცა პრეზიდენტი, პრემიერი, ან მაგათბეც მევწყვიტავდე, გესმით თქვენ რა. საერთოდ არც მინდა არ გამოდიან, გესმით და ლაფს გესვრიან. ესე იგი, იმ ხალხს, რომლებიც ესე იგი, თქვა ბიძინა ივანიშვილს ამაქსზე ლაპარაკობენ, იმათ ესე იგი თურმე ისინი მოღალატეები არიან, მოღალატეებიც ახარ და ნაძირლებიც ახარ, ვინც ასე ფიქრობთ რა. რა უბედურებაა ესა? ვერ გავიგე, ყველა აზრს უნდა სე პატივი, ხო? თურმე ჩვენ რო ბიძინა ივანიშვილზე ვლაპარაკობთ, რომ ამ კაცმა შეუნა, აბა ეხა ბიძინა ივანიშვილი რო არ იყოს, ხო ჩამოიშლებოდა ეს ხელისუფლება? არ ჩამოიშლებოდა? რა თქმა უნდა, 15 წუთში ჩამოიშლებოდა ხელისუფლება და აქვე მინდა ვთქვა, რომ ლანძღვა ადამიანის და ლაფის სროლა ეს ზოგიერთ პოლიტიკოს პირიქით რგებს, აი მაგალითად როგორ გახდეს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ეროვნული გმირები ლანძღავდნენ, ლაფს ასხავდნენ, ტალახს ესროდნენ, მაგრამ ხალხს უყვარდა, მაგრამ ძალა აღმარცხნავს მეგობრებო. დასავლეთი გადაემტერა და ზოგს არ ჯერა, ზოგს გონია რომ ზვიად გამსახურდია დაამხო რუსეთის ხელისუფლებამ. კი, რუსეთის ხელისუფლებამ დაამხო, მაგრამ ელცინის ხელისუფლება თლიანად იყო შეერთებული შტატების მარიონეტი. გაიხსენეთ ელცინის გამოსვლა. ღმერთო, ადრეგრძელი ამერიკა, ბოჟე, ხრანი ამერიკო. რუსეთის პრეზიდენტი იძახის, ბოჟე, ხრანი ამერიკო. თლიანად მათი დამხობილია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება თუ არ გჯერათ ზვიადის ბოლო ინტერვიუს მოусმინეთ და გაიგებთ რა მოხდა სინამდვილეში. და ეხლა მე 1-2 სიტყვა შემიძლია ვთქვა, მინდა ვთქვა მსახიობებზე. რატო გონია ამ კატეგორიის ადამიანებს
რომ რახან მსახიობები არიან და რახან თეატრში სპექტაკლებს დგავენ, კინო სადღა იდგმება საქართველოში, კინო მოსპობილია აღარ არის. რახან სპექტაკლებს დგავენ, გონიათ რომ მათი აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი ჩვენი ერისათვის. გამოვიდნენ ახლა ეს დოი რო არის თუ დოი რუსულად წველას ნიშნავს. იმოწველეს ისე ივანიშვილი ამაც, მაგრამ იძინა ივანიშვილი რაც შიმშილი ხდებოდნენ ეს საცოდავე. იძინა ივანიშვილის ადგილზე რო იყო ხვალვე მოუხსნიდი ყველას დახმარებას, ყველა უმადურს. თორე მადლიერი ვინც არის, იმას უნდა გაუორმაგოს პირიქით დახმარება. გამოდიან და ამბობენ ეს მსახიობები, ეს ქვეყანა ჩემია, ეს ქვეყანა ჩემია, გამახსენდა რუსთავი ორს ის რო იყო დავა რო იყო რუსთავი ორზე, მითვისებული რო ქონდა ხელისუფლებას, ძველ ხელისუფლებას რუსთავი ორი. რუსთავი ორი ჩემია. რუსთავი ორი ჩემია და სამკერდე ნიშნებიც რო გაიკეთეს. რუსთავი ორი ჩემია. მეც მთხოვეს მაშინ რომ გამოდიო რუსთავი ორზე და დაგვიჭირე მხარიო და ბოდიში და სამი თითის კომბინაცია ვაჩვენე. სასამართლომ გადაწყვიტოს ვისია რუსთავი ორი მეთქი და გადაწყვიტა კიდევაც სამი ინსტანციის სასამართლომ და მერე სტრასბურგმა. რა არის ეს ქვეყანა ჩემია. რა ჩვენი არ არის ეს ქვეყანა? თქვენი თუა მსახიობებს მიმართავ. ჩვენი არ არის? და რა დიდი მსახიობები თქვენ ამყავხართ? რომელი დიდი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელი სერგო ზაქარიაძე, რომელი ვასო გოძიაშვილი, ვინ ახართ, რას წარმოადგენთ? რაღაც საშუალოზე დაბალი ნიჭის მსახიობები ხართ და ამბიცია გაქვთ, რომ რასაც იტყვით, ისე უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყანაში არსებობს არჩევნები. მე ვფიქრობ ასე, პეტრე ფიქრობს ისე, ივანე ფიქრობს სხვანაირად. აი ეს სხვანაირად მოფიქრალი ხალხი არჩევნების დროს მიდის და ხმას აძლევს იმას, ვინც მათ პოლიტიკას გამოხატავს. საბოლოოდ ჯამდება ეს ყველაფერი და ვინც არის გამარჯვებული, ის არის ხელისუფალი. ვინ არის მსახიობი, ვინ კითხავს მსახიობს? ეხლა გადავალთ მოქმედებაზე, თარო იმუქრებით რა. სამარცხვინოთ იგდებთ საკუთარ თავს და რომ არა მსახიობები და ეს თეატრალური ეგრეთ წოდებული ელიტა ზვიად გამსახურდიას ვერ დაამხობდა დასავლეთი. ზუსტად თქვენ დაგეყრდნოთ და თქვენი გამოისობით მოხდა ის რაც მოხდა უბედურება და ეხლა კიდევ გინდათ ახალ უბედურებაში გადაჩეხოთ ქვეყანა. აი ხა მე დღეს წავიკითხე ძალიან კარგი პოსტი ქონდა ბონდო მძინარაშვილს, ძალიან კარგი ჟურნალისტი არის და კი, მეც ვაფასებ და აი მე მინდა წაგიკითხოთ, ეხლა დათა თავაძე არის გამოვიდა ესეთი მსახიობი, ვაჩვენ კადრები და ესე იგი ეს დათა თავაძის დედა მეგობრებო, აი ეს ვაჟბატონი რო გამოდის ტელევიზორში, მე არ ვიცი ამ კაცის ნათამაშები მე არაფერი არ მინახია, მაგრამ მსახიობად არის ცნობილი, ესე წარმოგიდგა და დათა თავაძის დედა არის ნატო მურვანიძე. ნატო მურვანიძის დედა მაკა მახარაძე. მაკა მახარაძე ყველამ კარგაცით. მაკა მახარაძის მამა არის კოტე მახარაძე. კოტე მახარაძე დათა თავაძის დიდი პაპა არის მეგობრებო. და კოტე მახარაძე 2001 წლის რო გახდა 75 წლის ყოფილი ქორწინების სასახლეში დიდი იუბილე გადაუხადა მას ბადრი პატარკაციშვილმა და ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შუა ღონისძიებაზე სოფიკო ჭიაურელი წამოდგა და მობილური ტელეფონი მიაწოდა კოტე მახარაძეს. კრემლიდან მისალოცად რეკავდა პრეზიდენტი პუტინი. ჩვენ მაშინ ჯერ კიდევ ესე იგი არ გვეძახდნენ პრორუსებს, კრემლის აგენტებს. ბიჭო, მთელი თქვენი წინაპრები, მთელი თქვენი მოდგმა რუსეთთან იყო დაკავშირებული. ნანი ბრეგვაძე, აი რა სირცხვილით და მისი შვილი, რა სირცხვილით დგას იქ ეხა რუსთაველზე, გეკითხებით ერთი რა. ერთი რომელ ფრანგულ აინტერესებს ერთი ელცინის მკლავებიდან ვერ იქნა და ვერ გამოსტაცეს ვერავინ ეს ხალი იმას. ის სურათი, ცნობილი სურათი როა. ხო და მთელი ცხოვრება ამ რუსეთში იღებდით პრივილეგიებს და ესე იგი გამოდიან ეხლა და პრორუსებს გვეძახიან ჩვენ. ისე როგორც ხელისუფლების თითქოს რაღაცა დივიდენდებს ღებულობთ. ჩვენ რუსეთიდან რა გვაქვს მიღებული? რა გვაქვს მილიონებს ღებულობდით ამ ხელისუფლებას. ან თქვენ ან მე რუსეთიდან რა გვაქვს მიღებული? აი ცხოვრებაში რუბლი თუ ამიღია რა.
თუ მივდივარ რაღაცა კონფერენციაზე, მივდივარ ჩვენი, რა ქვია, დიასპორის წარმომადგენლების მიწვევით, თქვენი ხარჯით მე. ხო და მე ვერ გავიგე, ხალხი გაკეთდა მართლა ამ, მაგრამ ეს რუსებიც მიხვდნენ უკვე და ზოგიერთ რუსეთში არ ჩაეშვლება და აკრძალულიც აქვს რუსეთში ჩასვლა. და სწორიც არის. კი ბატონო. და მე არ ვიცი ახლა აი საოცარია მე ახლა ერთი აი მინდა კიდევ ახლა როდესაც აი ამ ყველაფერზე არის საუბარი მინდა ყველას მადლობა ვინც უთხრა ვინც რუსეთში ქართულ საქმეს აკეთებს მაგრამ სამარცხვინო ამ სახიობების მოქმედებები აი ზუსტად აი ეს თავადზე წავით აღჭამა რა ვინ არის ერთი ვერ რა ითამაშა ამ ბიჭმა ასეთი ადამი არ ცხენი აი იმას რა ქვია აი ქალბატონს იმას რა ქვია კოტე მახარაძის აი ამ წარმომადგენლებს რომლებიც არიან აი ეს ნატო მურვანიძე მე არ ვიცი ხა ამათი გენეოლოგია იმიტომ წაგიკითხეთ იმას ძალიან კარგი ეს ჩემი ბონდოს დაწერილი იყო და შესანიშნავად გაიხსენა ეს ყველაფერი ხო კი ეგრეა საოცრება არის რა ესე იგი ვისაც ამ ბიძინა ივანიშვილმა დაეხმარა და ფული მისცა ყველა ბოდიში და მისი მათ გადაიქცა რა რაღაცა და უმადური არც ღმერთს უყვარს და არც კაცს არ უყვარს მე უმადურებაზე მაქვს ლაპარაკი იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს აგინებენ ლანძღავენ ბატონო ნიკოლოზს და ძვირფასო მაყურებლებო და თვის ბოლოს მიდიან და ბანკიდან იღებენ ბიძინა ივანიშვილის დახმარებას შეიძლება ბიძინა ივანიშვილი არ მოგწონდეს და მეტიც არც გიყვარდეს მაგრამ უარი თქვი მის დახმარებაზე მაშინ რატო იღებ მის დახმარებას არ მოგწონს დამთავრდა უარი თქვი აი ხა ერთ-ერთი ვინც დახმარებას ღებულობდა ლეო ანტაძე იყო და ნახეთ რა განცხადება. ეს არის გმირები, დიდი პატრიოტები თავის ქვეყნის. საოცარი გონიერი ხალხი, როგორ მეტყველებენ, როგორ მსჯელობენ, რა განათლებულები არიან. არაფერი არ მინახავს, ყველას დედა მოვწყალვით 41-ის ჩამოხატავით არაფერი არ გააკეთა საერთოდ, რა ეს ნაბიჯურები არ ყოფილიყვნენ აქ. კოცების დედის ხრა, ცხოველებო, ლაბოზებო, თქვენი დედის ხრის დროა. საქართველოს გრუზია არ არის. საბაკა არასდროს არ იქნება. და კატაკოშკა. და მე სუკა არასდროს არ იქნება. ჩვენ გვიყვარს ყავის სმა პარიზში და არა ვოდკის ანუ არაყის ჩელიაბინსკი. ბატონო ლეო, ესენი მეტყოლებენ კარგად? ერთი ისიძახდა სუკა არ ვიქნები და სუკა ხარ შვილო და შლუხაც ახარ კიდე რა. და აი ამ გოგონას მინდა უთხრა პარიზი რო ახსნა. პარიზში ზუსტად რუსული ვოდკაა ყველაზე პოპულარული. ხო და არა რა არის. თუ გაინტერესებს. არა ეხლა ბატონ ლეოს მინდა მივმართო რა. აი და კიდე სხვებსაც ვინც ინტელიგენციის წარმომადგენლები არის. რატო იხდით, აი რატო ცვლით აი ამ რაღაც რამდენიმე $1000 ხალხის სიყვარულზე. ქართველი ხალხის მტრები დგას რუსთაველზე. ქართველი ხალხის მტრები და გამოდიხარ ამხელა ადამიანი და აი ამისონ როგორ მეტყველებენ ბოდიში და როგორ მეტყველებენ იგინებიან იფურთხებიან რაზგვანან და ესენი არიან საქართველოს წარმომადგენლები პირში ტუალეტი აქვს ასეთ ადამიანს რომელიც პირიდან უშვებს უბინძურეს სიტყვებს ნუ კაცმაც არ უნდა იკადროს ესეთი სიტყვები და ახალგაზრდა გოგოები გააღებენ პირს და ისეთ სიტყვებს უშვებენ არ ვიცი მზარავს უბრალოდ რა მე თბილისში თუ რაიმე გინება არსებობს ყველანაირი გინება ვიცი იმიტომ რომ თავის დროზე თბილისის დინამო რო ძალიან პოპულარული იყო და ძალიან წარმატებული რო იყო ბავშვობიდან დინამოს სტადიონზე ჯერ ბიძაჩემს დავყავდი ძალიან დიდი მოყვარული იყო ფეხბურთის და მე თვითონ დავდიოდი და ვიცნობდი კიდე ძალიან ძველი დინამოს ძალიან ბევრ ფეხბურთელს ყველანაირი გინება გამიგია მაგრამ ხალი არ იგინებოდა იმ დროს მე რო სტუდენტი ვიყავი ქალები ახალგაზრდა გოგოები სად გაიზარდეთ ხალხო სად რომელმა დედამ გაგზარდათ რომელ საბავშვო ბაღში დადიოდით რომელ სკოლაში დადიოდით სკოლაში რო შეგვეგინა ალბათ გაგვრიცხავდნენ სკოლიდან ბიჭო არა რა როგორ შეიძლება ესეთი ლეო ანთაძე ნუ მხცოვანი ადამიანი 90-ს გადაცილებულია მე მგონი და ყოველთვის პატივსცემდი ყვავილი თოვლი რო იყო ფილმი იქიდან მოყოლებული სუ პატივსცემდი ლეო ანთაძეს გამოდის და
განათლებულებიო, როგორ მეტყველებენ, ეს მოგწონთ ბატონო ლეო? აირეც ახლა გაუშვა? კიდე აი ნახეთ. პირველი დღიდან აქ ვარ, უკვე ბევრი წელია აქ ვარ. ანუ ის როგორც ბევრი ადამიანი აქ და განწყობა მაქვს ის, რომ აი რაღაცა მჯერა იმის, რომ მივალთ იმ ნიშნულთან, სადაც რაც არის ხალხის ნება. აი თქვენ მიხვალთ აქამდე ეს ბოლო კადრია. ჩხიბავებამდე. ხო და აი ეს არის პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობა. ახალგაზრდები როდა გამოდიოდნენ მთავრობის წინააღმდეგ, ეს იყო 78-ში, 56 წელს კომუნისტების მე მას შორის ან 99-ში, ან იგივე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, როდესაც ვიბრძოდით ჩვენ. მე არ ვიცი, არავინ ესე ბილდს იტყვაობდა რა. მაშინაც იყო არავინ არ დღაბნიდა პარლამენტის შენობას და რუსთაველს არავინ არ ანგრევდა. ვერ გავიგე, რო ანგრევთ, ვერ გავიგე, თქვენი ნაყიდია, წადე სახლში და ანგრიეთ რაც გინდათ რა. როგორ შეიძლება აი მაინტერესებს ეს მოგწონდეს, ეხლა რასაც ესენი აკეთებენ რა. ვინ ახართ, რა ხართ, მაინტერესებს და ეხლა ესენი გამოდიან. 16 თაყაიშვილის საფლავს რომ მიაჩარდა. ხო, არა, ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში დასაჭერი ხალხის სიები უკვე გამზადებულია. და ეს ხალხი ვიღაცეები, რომლებიც ეხლა ჩვენ გვიკითხავენ ნოტაციებს, რომ მთავრობას რატო იმაშვებითო თქვენ აქებთო, ბოდიში და მართლა რომ მოვიდეს ეს ხელისუფლება, ხო? აი ეს ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ ეს ძალები. მაინტერესებს ერთი თქვენ თუ მართლა სუფთა ადამიანები ხართ, თქვენ გონია გადარჩებით, მაგრამ თქვენ შეკრული ხართ ამ ნაცემთან. ძალიან ბევრი ადამიანის ლუსტრაცია გახდება, ცნობილი მეგობრებო. მე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშიც ვებძოდი რეჟიმს. და ამის კადრები არ იწვის და უამრავი შეგიძლიათ ნახო, როდესაც გამოდიოდი ეთერიდან და სახელმწიფო სამსახური დავტოვე 2006 წელს. ჩემი ოჯახი საშიმშილოდ გავწირე, იმიტომ რომ მაშინ ადვოკატს ფასი არ ქონდა, მარტო ადვოკატის ერთადერთი საპროცესოც კიდე არ კეთდებოდა და საპროცესოს აკეთებდა მათთან შეწყმული ესე იგი ადვოკატები და ადვოკატი იყო მკვდარი ვენოგზე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. არავითარი აზრი არ ქონდა მაშინ თუ მთავრობასთან იმასთან არ იყავი და მე ვიბრძოდი იმ რეჟიმის წინააღმდეგ და დღესაც მე არ მინდა რომ მომიწიოს ისევ მათ წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ხელისუფლებას რა მინუსებიც აქვს მუდაღამე დღედაღა მაგაზე ვლაპარაკობ ამ სტუდიაში მე სხვა კერაფერს არ ვაკეთებ და არ ვიცი რაში გამოიხატება თქვენი პატრიოტობა რა ერთი ვერ გავიგე ჯერ არ მოსულან და ხან ნიკამელია მიგაჩუხანებთ იქა და ბოდიში მიგაჩმორებთ ხან ვიღაცა მიგაჩმორებთ და მე კიდე გამოდიხართ აქა და ლაპარაკობთ იმაზე რომ რაღაცა მე აი და ისინი და რომ მოვიდნენ და ვინ უნდა მოვიდნენ მე სადაც საქართველოს საერთოდ იარსებებს ჩამოთვლიან თან რა კი ბატონო ეს ხელისუფლებას ჩამოთვლიან ამ შეცდომებს მე იტყვია რომ აი ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ რუსთაველზე რამდენი მოღალატე ყოფილა ქვეყანაზე მე არ ვიცოდი ხო მე სხვათა შორის სკოლაში რომ გვასწავლიდნენ ისტორიას და გვასწავლიდნენ ვინ იყვნენ მოღალატეები საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე მე მეგონა ეს ადრე იყო და ეხლა აღარ არის მეთქი ალბათ აი გამოჩნდა უკვე ხელის გულზე დევს უამრავი მოღალატე და ამდენ მოღალატე რო ყავსო ქვეყანასო მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებსო კონსტანტინე გამსახურდია წერდა ამის შესახებ მერე პატივცემულო ლეო თქვენ მინდა ისევ მოგმართოთ აი არაფერი არ მოუვიდეს და ჩვენ არ დაგვარავდეს იმდეს ვახსენე არა იმიტომ რომ რამე მასაკში არის კაცი და რამე რო დაემართო ჩვენ დაგვარავდეს არაფერი არ მოუვა ნამდვილად ყოველ შემთხვევაში ჩვენი განცხადების გამო არაფერი არ მოუვა ეს ადამიანები ქრისტეს გამოსახულების კუბოს წვავენ. კუბოს გამოსახულების რაღაცა ნამცხვარი გააკეთეს და ჭამენ. ჩხიბავი მოიყვანეს, სადღაც თურქეთიდან მოიყვანეს ვიღაცამ ჩხიბავი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯადო გაუკეთეს. ნუ არ ვიცი ესენი ვინ არიან და ქაშვეთის ეკლესიის წინ ვიღაცა პიდარასტი ჭრელა-ჭრულა კაბით ჩაცმული მამაკაცი აცეკვეს ვიღაცა და ამად გვერდით როგორ დგახარდა ჩამოდის გერმანიიდან გათხოვილი მამაკაცი და ჭყვას გარიგებ და ტაშს უკრავთ იმ ადამიანს ნუ ახლა ყველაფერს ხო თავის საზღვარი აქვს ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ მარტო მე ვაკეთებდი იმ მიტინგებს 50000 100000 ბოლოს იპოდრომზე 300000 კაცი გამოვიყვანეთ
ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვიყავი. ვინმეს რო ქვაესროლა და შუშა ჩაემტრია პოლიცია რა პოლიცია გადასახლებული ხო იქნებოდა პოლიცია რა გვინდოდა ჩვენ არ დაუშვებდით ამას უდამოძვებული გავაგდებდით და ვინმე ქალს დედაკაცს რო გინება დაეწყო იქ რო ფურთხება დაეწყო და იქ რო პოლიციელისათვის სილა გაეწნა ჩვენ ვერ გადაგვირჩებოდა ორგანიზატორებს მიტინგის ორგანიზატორებს ყველაფერი მშვიდად წყნარად ტარდებოდა და ეს სიმშვიდე და სიწყნარე აცოფებდა სააკაშვილს და გვარბევდა მომწამლავ გასს უშვებდა და არც ერთი ხელკეტი არ ამცდა რამდენჯერაც გაზი გაუშვეს იმდენჯერ მოვიწამლე მე და ჩვენს უყველა მაგრამ ყველაფერი იყო წესიერად ყველაფერი იყო სკრუპულოზურად არაფერს არ ვარღვევდით და მე ბოლოს მიტინგი რომ თავდებოდა ჩვენი პარტიული აქტივისტები გამოდიოდნენ და ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ რუსთაველის პროსპექტს, რადგანაც უგულავას ბრძანება ჰქონდა გაცემული, არ დაალაგოთო, რომ აყროლდესო აი ეს რუსთაველის პროსპექტიო. აი ესე ვატარებდი ჩვენ. ეხლა მე ერთი ჩვენ გადაცემა დავიწყეთ იმედის თემით, იცით ალბათ და ესე იგი იმედი ერთი ჭირია, მაგრამ მეორე არის ეს პირველი არხი. მე ვერ გავიგე ბოლო კაცო, ვერ გავიგე რისთვის ბოლო გამორთეთ ეს პირველი არხი ბოლო და იმ ნაცებს ეხლა ვერ ვნახავთ. გადართავ ეხლაც აი გადაცემა შეიძლება მიდის, ყველა დღეს ზიად ნაცები. თან ყველაზე სასწაული რა არის, იცი? ეგრეთ წოდებული პატრიოტები თუ გახდებიან მაგალითად ნაცები, იმათ იწვევენ. ანუ თუ ნაცი არ ახარ ამ პირველი არხის ეთერში ვერ მოხდები. მე ეს ჟურნალისტები აიღეთ, კაცო, ერთი ეს სამი გვარი აქვს, ვასილი ივანოვიჩი, კოვანი, კიდე რა ვიცი, რა გვარის მატარებელი. ზაუტაშვილი, გაქანებული ნაცი. ერთი ნახეთ, აი მოусმინეთ ეხლა 14, 15, აი თარიღების მიხედვითაა დაწყობილი. ეს იგი ყოველდღიურად ბოდიში და აი თვითონ ეს ჟურნალისტი სტუმრები ხო აგინებენ ამ იმას რა ქვია ქვეყანას. პლუს ესე იგი ეს ჟურნალისტებიც აი ნახე სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. გმადლობთ რომ გუყურებთ. ახალ ამბებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან 59 დღე გავიდა ამ დრომდე არავინ არის დასჯილი იმ შავ ფორმებში ჩაცმული პირებიდან, რომლებმაც აქციების დაშლისას სასტიკად იძალადეს მედიასა და მოქალაქეებზე. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. ვიდრე დღის ახალ ამბებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის დაწყებიდან 50 დღე გავიდა ამ დრომდე არავინ არის დასჯილი შავ ფორმებში ჩაცმული იმ პირებიდან, რომლებიც აქციების დაშლისას სასტიკად იძალადეს მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს. ესე იგი აი ეხლა ჩვენ რო ქვეყანა ვიყოთ, აი ეხლა სტუდიიდან ამ კაცმა უნდა გადაინაცვლოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რატო იცით? შავფორმიანებიო, ესე იგი პოლიციელებზე იძახი შავფორმიანებიო, გესმით? ეხლა ის პოლიციელი აქციიდან რომ მივა სახში, წამოჯდება, ესე იგი, ტელევიზორთან და უყურებს აი ეს ნაძირალა რო გამოდის და უწოდებს მას პოლიციას კი არა შავფორმიანს. ან ის პოლიციელი, რომელსაც ცილა გააწდეს იმ დგებუაძეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და დღეს მის ესე იგი დაპატიმრებას ითხოვენ და ეს სოლიდარობას რატო უცხა? ესე იგი ეს ეხლა დაცი ხო. მე მინდა მივმართო ამ პირველი არხის ხელმძღვანელობას და საერთოდ ვინც არის რაღაც ამ პიარით დაკავება. ბოლო რა უბედურება ამისთვის ვიხდი მე ფულს გადასახადის ფულს რომ ეს ვასილ ივანოვ ჩიკოვანს ერთი 10000 ლარი გქონდეს ხელფასი 20000 იმ ზაუტაშვილს ქონია რაში ვიხდით ფულს ვერ გავიგე რომ დღე და ღამე წამლოს ამ პირველმა არხმა აჭარის ტელევიზია უარესია კიდე ერთი ხუზმიაშვილს მიყავს გადაცემა საათი არის ის გადაცემა 1 საათიანი და მთელი დანარჩენი დრო მთელი ამ ნაცების ხელში არის ეს ტელევიზია ვერ გავიგე, კაცო, მე ვერ გავიგე, ეს არ არის დივერსია. გამოდის და სოლიდარობას უცხადებს პოლიციელებზე ხელის აღმართვეს. პოლიციელის შეურაცხყოფეს. სახელმწიფო ტელევიზია სოლიდარობას აი მოძალადეებს უნდა უცხადებდეს. ჟურნალისტი გამოდის, ხო, ეს ხო ის არ არის ნაცების ისა წარმომადგენელი. პირველი არხი ჟურნალისტი გამოდის და დღეს 15 და ყველა დღე გამოდის ამთავრებს გადაცემას სოლიდარობა იმას, აი ამ იმას ამაღლობელს.
ეს არის აღმაშფოთებელი და დაამყარ. ბიჭო, ვერ გავიგე, ტრამპი ხო არ ჩამოვა აქად იმაში პირველ არხზე და ხო არ იტყვი შეცვალო. ტრამპმა განათლების სამინისტრო დაშალა. ჯანემოდან გამოვდივართო. აი ამ ბოდიში და პიდარასტებს დედას უტირებო. ყველაფერს გავაკეთებ ამერიკაშიო და ჩვენ რატო არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს? ეს გენდერული საბჭოები კიდე არსებობს ისე საკრებულებში, მაინტერესებს? გენდერული საბჭოები რო გააკეთეს, რატო არ შლით ამ გენდერულ საბჭოებს? ზოგიერთი პარლამენტარი რო იმას წამოშკუპდება იქა და გენდერული საბჭო რა. გენდერული კიდე დემოგრაფიული საბჭოები შექმნით, როდესაც ჩვენ მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. და ეს პირველ არხზე დაამყარეთ წესრიგი ვერ გავიგე. ბორდი მართავს თუ ბორდელი ვეღარ გავიგე ამათ რა. მე მაინტერესებს, აი შეკითხვა მინდა დავუსვა. რატო უცხადებთ სოლიდარობას დამნაშავეს? აი პოლიციელის მცემელს პოლიციაზე სილის გამწვნელს სოლიდარობას რატო უცხადებთ? რატო? რახან ჟურნალისტია და კოლეგაა? ესე იგი ჩემმა კოლეგამ ადამიანი რომ მოკლას, ან ცემოს, ან რამე უნდა რომ დააშაოს, რახან ჩემი კოლეგაა, სოლიდარობა უნდა გამოუცხადო? რას ნიშნავს ეს? გამაგებინეთ რა. სოლიდარობა მზია ამაღლობელს. ჯერტი ვინ არის მზია ამაღლობელი? ეხლა გავიგე პოლიციელს რო გააწნა სილა, მაშინ გავიგე მზია ამაღლობელი. ვინ არის, რაც წარმოადგენს? აი ნახეთ, როგორ ზღვას ღელვის შემდეგ აი ეს კაფი რომ მოედება ზევიდან. აი ეს კაფმა აი ეს ტივტივი დაიწყო რა, კაფმა და კიდე სხვა რაღაცა ტივტივებს წყალზე. აი ესე გამოჩნდა უკვე, რაც კი ნაგავი იყო, აი ესე ხელის გულზე დაიდო. რას გავს ეს? რა საქციელია და ძალიან მაინტერესებს, აი ახლა სწორი თქვა ბატონმა ნიკოლოზმა, ბორდია თუ ბორდელია რა. და შეიკრიბოს ეს ბორდელი თუ ბორდი და ნუ თუ არ გააგდებენ ამ ჩიქოვანი ივანოვია თუ ვიღაცა ვასკას ეძახიან, თუ არ გააგდებენ საყვედური გამოუცხადონ და აუკრძალონ ეს სოლიდარობის გამოსვლები. და შავფორმიანებიო, გესმით თქვენ? პოლიციელზე თქვა რომ შავფორმიანი პოლიციელს საქართველოს ღერბი ახატია ქუდზე და ფორმაზე. ანუ ის წარმოადგენს სახელმწიფოს. და შენ სახელმწიფოს წარმომადგენელს ეძახი შავფორმიანს. შავფორმიანი მე გამიგია შავრაზმელები. და აი ზოროზე რო არის ფილმი, აი ზოროს და მის მიმდევრებს ეცვათ შავი ფორმები. და პირატებს ეცვათ კიდე შავი დროშა ეკეთა გემზე და შავი ფორმები. ესე იგი პოლიციელი და შავრაზმელი ერთი და იგივე ყოფილა. რანაირად აზროვნებთ, ტვინი ამობრუნებული გაქვთ. ძალიან საინტერესოა რა. თქვენ ხართ იცით ვისი მიმდევრები, აი ეს აბაშიძე რო არის, ცოლს რო აქირავებდა რა. სახელი არ მახსოვს. აი მისი იდეოლოგიის ხალხი ხართ და თქვენ ხართ მიხეილ როთის იდეოლოგიის წარმომადგენლები. არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში სოლიდარობა არ შეიძლება გამოუცხადონ სახელმწიფო დამნაშავეს. ამ ხალმა ჩაიდინა სახელმწიფო დანაშაული. თანაც ძალიან მძიმე, უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. და თქვენ გამოდიხართ და სოლიდარობას უცხადებთ. და აი გარეთოთ განანო პროტესტის 50 დღე, 50 დღე კი 150 დღე რო გავიდეს, სახელმწიფოს ვერ ჩამოშლით. ვერა, იმიტომ რომ თუ სახელმწიფომ სისუსტე გამოავლინა, მაშინ ჩვენ შევქმნით ანტიმაედანს, სხვათა შორის ეს კონტურები უკვე მოხაზულია. თუ სახელმწიფომ არ ივარგა, ჩვენ გავაკეთებთ ანტიმაედანს და მაგ მაედანს დაგამხობთ თავზე. არ მოგცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პატარა ქვეყანა, საქართველო, სადაც ახლა უნდა შემოვიდეს უზარმაზარი ინვესტიციები. უნდა აშენდეს პორტი, უზარმაზარი, უნდა აშენდეს დიდი აეროპორტი და ტრანზიტულმა თვითმფრინავებმა უნდა იაროს საქართველოს გავლით და მილიარდები უნდა დატრიალდეს აქ და ამისი ჩაშლა გინდათ. და ის დრო გინდათ, რომ სახლიდან რო გამოვდიოდით, თავმოჭრილი ადამიანები რო ეყარნენ ქუჩაში. მე კარგად მახსოვს ეგ. გამოვიდოდი სახლიდან მეტროდელისთან ცხოვრობდი მაშინ. გამოვიდოდი სახლიდან ვიღაცა მკვდარი ეგდო. გამოვიდოდი სახლიდან ვიღაცა თავმოჭრილი იყო. აი ეგ დრო გინდა დაბრუნდეთ. საძმოები რო იყო და საქმეების რჩევები რო იყო და ტყვიები რო ზუზუნებდა და ბავშვებს ვერ ვაძინებდით სახლში, საიდან შემოვარდებოდა ბრმა ტყვია, ეშმაკმა იცოდა. აი ეგ დრო გინდა დაბრუნდეთ.
ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის აღშენებლობაზე ვიფიქროთ. რაღაცა კარგზე ვიფიქროთ, ბიზნესის განვითარებაზე ვიფიქროთ, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაზე ვიფიქროთ და 1000 სხვა სასიკეთო ამბავზე. დამდგარ და ქვეყნის დანგრევა გინდა და აი ახლა ჩამოიშლება ეკონომიკა, ჩამოვშლით ქვეყანას, რა ჩამოშლით, რის ჩამოშლით? ესე იგი, მე არ ვიცი, ხალხი ფსიქიკიდან და ჭკუიდან არის გადასული. ესე იგი, ბავშვებსაც კი ფსიქიკას უბახიჯებენ, ეხლა სოციალურ ქსელში რეებს არ წააწყდები, კაცი, აი ზოგჯერ აი ვაკვირდები ინფორმაციებს და აი ესე იგი, ბავშვს საჭმევს ქალბატონი. აი სადამდე მივიდა ხალხი. ეხლა მინდა განახოთ ეს სოციალურ ქსელში ტრიალებს, თორე ხა ჩემი გადაღებული კი არ არის, ერთი აი გაყურებინებთ ერთი. ყველგან პოლიცია არსად სამართალი. ყველგან პოლიცია არსად სამართალი. თინათე ცეცხლი ოლიგარქიას. ეხლა ეს ხარ ნორმალურია. არა, ნორმალურია. თან რო გადაიღო და თან დადო ეს მერე იმაში. არა, არ არიან ნორმალურები. ესე იგი, საც პატარა ბავშვს ფსიქიკას უბახიჯებს. ბავშვს საჭმელს აჭმევს და ცეცხლი ოლიგარქიას და ესე იგი, ის ბავშვი შეიძლება ტრავმა მიიღოს, რამე არ დაემართოს იმ საწოდაობაში, კაცო. ბავშვი, ესე იგი, ავანწყობებით არის. არა, ნუ ეს უკვე ავანწყობებია. ნორმალურია ხალხო, აი, ხალხი ჭკუიდან გადაიყვანა, ამ დასავლეთმა ჭკუიდან გადაიყვანა გეუნებით რა. ესენი ვინ არიან? ხალხი ჩაფურთხებას რო იტყვის ადამიანი რო საჭმელში უნდა იმას ქნა ჩაუფურთხო და ისაო რა. აი ესეთი ნორმალურები არიან საერთოდ. იფურთხება აკლემი და ნუ აკლემებს ემბავს. არა, ბავშვი შეიძლება ბავშვს საჭმელი აჭამა და ცეცხლი ოლიგარქიას. და ტაშუკრა. არა ნორმალურ გიჟების ხელში ვართ. მე ვერ გავიგე, აი დღეს საქართველოში ცხოვრება არის საშიში. აი გეუნებით ეს დღეს საქართველოში ცხოვრება უდრის სადღაც აი ბრძოლის ველზე რო იყო. ამდენ გიჟ გადარეულში რო იქნები, კაცო, ხო ისა. მე ესე ნათქვამია გურიაში იტყოდნენ ერთ ისაო სოფელშიო ერთი სულელიო ყველას უნდა ყავდესო და სოფელში ერთი სულელი კი არა ამდენი სულელს რა იტას ხალხო ერთი კი არა 1000ობით სულელი ყავს ქვეყანაში 1000ობით. ბატონო ნიკო, გაგიჟდები რა. ამ ხალმა თუ იცოდეს ოლიგარქია რა არის? აი კისერი მომჭერით რა ოლიგარქია თუ იცოდეს რა არის გაუგია რაღაცა გაიგე მოუკრავს ყური და რაღაც სისულელებს როშავს და თან ბავშვს მართლა ფსიქიკას უწამლავს დიდმა არ იცის ოლიგარქია რა ბავშვმა რა იცის ოლიგარქია რა არის არ ვიცი ნუ საშინელება ტრიალებს ისეთ რაღაცებს წააწყდები ამ სოციალურ ქსელში რომ მე არ ვიცი არ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნեմ ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა აი ესეთი რაღაცეები ილაპარაკოს და ჩაიდინოს და გააკეთოს, რასაც ჩვენ ვხედავთ. ნუ მე არ ვიცი საშინელება ტრიალებს. ერთი ის ვიცი, რომ ფსიქიატრიული კლინიკა იყო ასათიანის ქუჩაზე, საკმაოდ დიდი ფსიქიკური დაავადებების საკმაოდ წარმატებულად კურნალობდა და ებრძოდა დაანგრია ის საგიჟე სააკაშვილი. იმას მიეცა ჩვენი ჩოდვა მაშინ რა. ის მე ვფიქრობ, იცით რა არის? აი ტრამპის ხელისუფლებამ დაიწყო ქვეყანაში უკვე აი მოღალატეების წმენდის რაღაც გარკვეული განკარგულება გასცა და ეტაპი დაიწყო. ჩვენც უნდა დავიწყოთ. ეხლა ჩვენ აქ რაღაცა ვიცინი ვართ, მაგრამ დაამახინჯეს აი ეს თაობა, აი ამ სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებმა დაამახინჯეს. აი ეხლა ტრამპმა განათლების სამინისტრო დაშალა ფაქტობრივად ამერიკაში. ჩვენი განათლების სამინისტრო არათუ დასაშლელი არის. დასაჭერები არიან განათლების სამინისტროში დასაქმებული ადამიანები სააკაშვილის პერიოდში, აი სამინისტროზე მაქვს საუბარი. დაშალეს, დაანგრიეს ეს ბავშვები, აი ახლა რომლებიც აი ესე იქცევიან, ესენი ჩვენ უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ესენიც გამარჯვებული იყვნენ. ჩვენ კი არ უნდა ჩავწიხლოთ, ხალხო. მე ამ ბავშვებთან რა მაქვს, კაცო, რა ის არის? ეს ბავშვები ჩვენ უნდა დავიბრუნოთ, იმიტომ რომ ესენი დედები უნდა გახდნენ. ჩვენ ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ, შეიძლება ესეთი რაღაცა, კაცო, მაგრამ ყველა რა ამ ბავშვებს
ბავშვებმაც რა ქნან ტელევიზიებს ჩართავ ნაცარხებია უნივერსიტეტში მივლენ ნაცლექტორებია და თლიანად გარემო არის ესეთი და რა უნდა შობელმა რა უნდა ქნას ეხა რუხაძიშვილი ლესბოსელი იმიტომ გახდა რომ ამერიკაში რო გაუშვა სასწავლებლად შვილი იქ არის ეს მოდებული სოდომია თქვენ რო ამაყობთ ამ შვილების გაგზავნით თქვენი შვილებიც საფრთხეშია რო იცო სწავლა განათლების წინააღმდეგი ვინ არის კაცო მაგრამ დღეს ეხა ამერიკა შეიცვლება თუ არ შეიცვლება არ ვიცით მაგრამ ამერიკა არის ერთი დიდი სოდომია ერთმა მეგობარმა მითხრა კაცო სასწავლებლად არის ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტში პირველ სართულზე ლესბოსელები მეორეზე ეს პიდარასტები მესამეზე რაღაცა კიდე რაღაცა მაგათია ტრანსგენდერები და მეოთხეზე ჰეტეროსექსუალები აი ესე თუ საზოგადოებაში რა უნდა გაიზარდოს ადამიანი რა მე მართლა გული მტკივა და მართლა თანაუგრძნობ იმ რუხაძეს რომ ესეთი რამე დაემართა მაგრამ შედალოცვილო ამას საქვეყნოთ რატო აცხადებ და რატო გამოდიხარ ამითი რატო აბარებ აღსარებას ყველა თავისი ბინძური საცვლები თვითონ შეინახოს ხო უარყავი თქვი დაუშვოთ ეგრეც არის შენი შვილი უარყავი თქვი რომ არა საერთოდ შვილებზე ლაპარაკი არის ძალიან მძიმე თემა და მე მძიმე თემაა და თქვა რომ არ მინდა ხო მაგრამ რატო მიდიხარ რატო აძლევს სალაპარაკოს და კაი ეს თემა ერთია და მე კიდე ხლა ის რა ვიცი ბავშვი იმიდან რომ იმას რაღაცა საბავშვო ბაღიდან იმას რომ დააწყებინებ ოლიგარქია და ცეცხლი და ახვილი და ისა და ესა რა ვიცი რა უბედურებაა მაგრამ ამას რო შეხედავ კაცი ჭუაზე როგორ იქნება ბიზინა ივანიშვილო და ქოცებო თქვენი ინტელექტის პრობლემა გააქვთ საერთოდ IQ-ზე რო საუბრობთ საერთოდ რაზდაც საუბრობთ ის აქ ჭირთ ხოლმე რა სექსუალურ უმცირესობებზე IQ-ს მასე სხვის დაბალ დონეზე ხო კოცი ამორჩევლის და კოცების მომხრეების IQ ხო დაბალი არის და deep state კაცი გონია ეხა სექსუალურ უმცირესობებზე ეს სექსუალურ უმცირესობებს ესეც იცავს უკვე გესმით ამან ხო თქვა ერთხელ რომ ჩემი სამშობლო უკრაინა შენი IQ რა დონეზეა მაინტერესებს კაცი რომ გამოხვედი უკრაინის შარფი რო გადაიპირე და მე უკრაინელი ვარ და ჩემთვის უკრაინა პირველ ჭრილში არისო მაინტერესებს ისე კარგი ხდა იმ მელიამ რომ დაძუყნა და ერთი კაი მუთავაზა ყბაში რა მაგრამ ეტყობა კარგად ვერ გაგიერთიანა ყბა ეს მელია კიდე ისე ერთ საქმეს კარგად კი აკეთებს რომ ზოგიერთ ნაძირალას ზოგს აჩმორებს და ზოგს კიდე ყბაში თავაზობს რა მაგას შორის კიდე სხვები ხო არა მე ხა მელიას ნამდვილად გუშემატკივარი არა ვარ მაგრამ აი ეს რომ გაძუყნა ღირსი იყო გასა მამამისთან მეგობრობ მელიას მამასთან და სხვათა შორის სხვებს კიდე ჯობია მელია აი ახლა ეს გუბაზა რო იძახის რომ აი ისა ამომრჩევლის IQ-ო ამომრჩეველი შენიყავი მიმდევარი შენიყავი ქოცების პარლამენტშიც მაგისი სიით იყავი შესული და თანამდებობაც ქოცებისგან ყავდა და ფულსაც ქოცები გიხდიდნენ და მე არც მიმიცია ხმა არასოდეს ოცნებისთვის იმიტომ რომ მე ჩემ პარტიას ვაძლევდი მე მარცხენა ალიანსს ვაძლევდი ხმას მე არასოდეს არ ყოფილვარ ოცნების წევრი და შენ რო ლაპარაკობ ქოცების ამორჩეველს შენ იყავი ლიდერი ერთ-ერთი ლიდერი მაგ ქოცების ეხლა გადახვედი და ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგობაო ეგრე მოგდის და მე აღარც მაგათმა მიგიღეს ეხლა შვილი გამოაჩინე შვილი ჩარეე მაგ ოცნების იმაში სადაც რო ამბობდი რომ მეო ყველამ რო ყველაფერი აპატიოსო მიშასო აი ამ ბიჭსო მიშასო მე არ ვაპატიებო ტერიტორიები რო გაყიდაო გუბას აღარ გაყიდა ტერიტორიები გადააბრუნე პლასტიკა რო გამოდიოდი და იძახდი მიშა სომეხი რო ხარ ცხვენია შენ არ იძახდი მე არასოდეს არ მიწოდებია მიშასთვის ან ეს ამ ეროვნების არის ან იმ ეროვნების არის თვითონ იძახდა მიშა უკრაინელი ვარო ერთხელ თქვა რომ ოსი ვარო და ერთხელ თქვა რომ მაბრალებენო რომ სომეხი ვარო მაგრამ არა ვარო სომეხიო ტერტერა სააკაშვილმა ხო გადაარჩინა გორი და შენ ამბობდი გუბას ტერტერა სააკაშვილმა გორი გადაარჩინაო და ქართველმა სააკაშვილმა გორი დააბომბინაო შენ ამბობდი მე ვამბობდი თუ ვინ ამბობდა
დიდი და საინტერესო იყო ბატონო სოსო თქვენი სტუმრობა ჩვენთან დიდი მადლობა მადლობა თქვენ ჩვენთვის განკვეთილ რომ ამით ამოიწურა ზურფასო ტელემაყურებლებო და ერთი რამე არის გულს ნუ გაიტეხთ ხალხო ყველაფერი კარგად იქნება აი ეს მოღალატეები მე ფიქრობ დაიჯებიან სამართალი ურმით მოდისო და ურემით მოვა ჩვენთან დაიწყო ეს პროცესი ამერიკაში უკვე და იმედია რომ ჩვენც გვარკვევწილად ამის შემდგომი გაგრძელება იქნება. ერთი კი არის ახლა ეს მე დიდი სიამოვნებით ველი აი თამარ კინწურაშვილის დასჯას, იმიტომ რომ ეს ქალი გუშინ სხვათა შორის სუპერბერგი გამოვიდა თავის აი გვერდზე და თქვა რომ ჩვენო დავამთავრებთ აი ამ შეცდომებს რომელიც გქონდაო და ზეწოლასო და აი ამ რაღაცა მოქმედებებს რომელიც იყო ჩვენი მომხმარებლის მიმართო და იმედია რომ საქართველოშიც ეს ყველაფერი აისახება. ხვალამდე ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათ ტრადიციულად კარგად მზადდებოდ. კარგად იყავით.